განსხვავებულად ვიწყებთ ჩვენს გადაცემას. ამის მიზეზი არის ელენე ხოშტარია. ახლა თქვენ ნახავთ ინტერვიუს, რომელიც ჩაიწერა შიმშილობის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე. 7 პოლიტიკოსი 6 კვირაში. რეჟიმი აგონიაშია, ჩვენ ვიგებთ, ჯერ ეს სტადი არ არის. არ გავხდით ბელორუსი. რეჟიმი არ არის კარგად. მათ შვილები უჯანყდებიან, მათ ბიზნესის პრობლემები შექმნილია. ვართ ბევრად მეტნი. ვინ არის ანზარკოა, ვინ არის? შენ როგორც იცი მანანასთან პეტერეზე რქოა, მამუკა დაჭერამდე ალბათ 9 საათით ადრე ვნახე. აქ შეგვეშალდა ამაზე გულწრფელად უნდა ვილაპარაკოთ. ერთიანობის გარეშე გამორიცხული. გახარია ახსენე შენ და შენ ჩამახვიდოდი საქართველოში? როცა ისცემის მე მას მივწერე. გიპასუხა? კი, კარგად მიპასუხა. გინდა რომ დაგაკავონ? გონიათ რომ მე ცუდი სიტყვების თქმამ სიამოვნებს, როცა ჩავთვლი საჭიროა რომ ნაგვის მანქანაზე აღდომა უფრო საჭირო არის, ავხტები ძალიან ბევრჯერ. რატო წერენ შენზე ამას? არასწორი მგონია ეხლა ლაპარაკი იმაზე, ვიცოდი რომ ამას მეტყოდი. ცუდი რაღაცებიც გითხრა, ეგ უფრო გირჩევნია. გადაცემაში არ ლაპარაკობენ, მაგრამ ყველა ადამიანს დღეს ემოციურად იჭერს. შენ ხარ დამარცხებული თუ პროპაგანდა გმართავს. ეს პროპაგანდა არის 9 აპრილის რუსული ტანკის მასშტაბის დამნაშავე. ფეხით ვერ ვოხდა სინამდვილეში.